ძლიერი ქარი, წვიმა, წყალდიდობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ევაკუირებული მოსახლეობა და გარდაცვლილები, მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის საფრთხე. ეს კარიბის კუნძულზე ყველაზე ძლიერ ქარიშხლად შეფასებული მელისას შედეგია. დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, უგზო-უკლოდ დაკარგულთა რიცხვი 18-ს, ევაკუირებულთა რაოდენობა კი 25,000-ს აჭარბებს. ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოდ განადგურებულია. ქარიშხალმა მელისა ზიანი მთელ ქვეყანას მიაყენა. ათასობით ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი. გაეროდა ჩვენი პარტნიორები ზარალის მასშტაბის განსაზღვრას და დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. ეკონომიკა, განსაკუთრებით ტურიზმი და სოფლის მეურნეობა სერიოზულად დაზარალდა. გზები ჩახერგილია. ზოგი რეგიონი ისევ სტიქიას ებრძვის და თანდათან მეწყერის საფრთხეც იზრდება. მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა კუნძულის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. მელისა სამხრეთ-დასავლეთი იამაიკაში დაიწყო, სადაც ქარის სიჩქარე საათში 295 კმ/სთ აღწევდა. ეს კი მეხუთე კატეგორიის შტორმისთვის დაშვებულ მინიმალურ სიჩქარეს მნიშვნელოვნად აღემატება. სტიქიის ფონზე მოსახლეობაში შიში და უიმედობა იზრდება. საშინელება იყო დაახლოებით 54 წლის ვარ და 3 საშიში შტორმის მომსწრე გავხდი, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველაზე საშინელი იყო. ყველანი სასოწარკვეთილები ვტიროდით, როცა სტიქიის ხმები გვესმოდა. ვფიქრობ, ამ ქარიშხლის შედეგები ბევრად საზარელი იქნება. გვეყოლებიან ადამიანები, რომლებიც იმაზე მეტად დაშავდებიან, ვიდრე წარმოგვიდგენია. ბევრმა ადამიანმა უკვე დაკარგა საცხოვრებელი სახლები, მაგრამ მაინც უნდა მოვიკრიბოთ ძალები და ბრძოლა გავაგრძელოთ. კარიბის კუნძული ახლა ქარიშხლის შედეგებსა და გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს ერთდროულად ებრძვის. სტიქია საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მალევე მოიქცა. ახლა კი ეროვნული თავდაცვის საბჭოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად ბრალდებებზე პასუხის გაცემაც უწევს. სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ ცდილობენ უცხოური მედია საშუალებები დეტალებზე გამოკიდებას იმისათვის, რომ კუბა დაცემულ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ. შესაძლოა მსხვერპლი გაიზარდოს. ამას ვაღიარებ, მაგრამ როცა ადამიანები საზოგადოების ტკივილში ქვეყნის დაუმორჩილებლობისათვის არგუმენტებს ეძებენ, ეს საშინელი ფაქტია. ამით საკუთარ ნამდვილ ბუნებას აჩვენებენ. კარიბის კუნძულზე ზარალს ითვლიან. მელისა კი საცხოვრებელი სახლებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს. სპეციალისტები საგანგაშო მოლოდინებს ვერ მალავენ და ქარიშხლის სიძლიერის, ზარალის მასშტაბისა და დაკარგულთა რაოდენობის გათვალისწინებით მსხვერპლს კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ.